ახლა დღის სხვა თემებზე მოგიყვებით. გუდაურის მიმართულებით გზა ინტენსიურად იწმინდება. პარალელურად კურორტზე დარჩენილი მოსახლეობაც გამოხავთ. გზა ცალმხრივად არის გახსნილი. გუდაურში მოხვედრის მსურველები ისევ ფასანაურთან იცდიან. სოფელი მლეთა არის ბოლო წერტილი, სადაც ჩვენი გადამღების ჯგუფი შეუშვეს. ქეთი ბრაჯული იმ ადგილას იმყოფება, სადაც გასული ღამის განმავლობაში ზვავი სამჯერ ჩამოწვა. ქეთი ბრაჯული ქრონიკის ეთერში გვერდდება ახლა. ამ წუთებში გუდაურისკენ მიმავალ გზას სპეციალური ტექნიკით სამაშველო ბრიგადები წმენდნენ იმისთვის, რომ აქ ორმხრივად გაიხსნას სამანქანო გზა. ამ დროისთვის მხოლოდ სამმხრივად არის გახსნილი გზა. გუდაურიდან გამოიყვანეს უკვე ტურისტთა და დამსვენებელთა ერთი ნაწილი. ისინი უკვე იმყოფებიან სოფელ მლეთაში, თუმცა გუდაურში კვლავ რჩებიან ადამიანები, რომლებსაც სურთ გამოსვლა, თუმცა მათი გამოყვანა მოხდება ეტაპობრივად, როგორც გუდაურიდან ჩამოსული მოქალაქეები ყვებიან, მათ ადგილზე არ შეექმნათ არანაირი პრობლემა და ისინი გამოიყვანეს უპრობლემოდ. მას შემდეგ, რაც სპეციალური ტექნიკა აქ დაასრულებს მუშაობას გზებზე, მთავარ გზებზე უკვე გაიყრება სპეციალური მარილი და როგორც პროგნოზირებენ, სავარაუდოდ მთავარი სამანქანო გზა გუდაურამდე დღის ბოლოსთვის უკვე გახსნილი იქნება. საკვები თუ ქონდათ ელექტროენერგია? კი, არის, კი, ყველაფერი წესრიგში, ყველაფერი არის. სასტუმროში იყავით და შეგიფარეს, ხო? კი, რა თქმა უნდა. პრობლემად. კი, უპრობლემოდ. რამდენი ხანი იყავით? 4 დღე. დიდი თოვლია და ველოდებოდით გზის გახსნას რამდენი კაცო. ხანი იყავით ჩარჩენილი? ჩვენ 1 დღე ზედმეტი მოგვიწევს. და ხალხი დამჩენი ძალები? არაფერი მშვიდობა საჭმელი შუქი არის, დენი არის, აი კომფორტი არის. გუდაურიდან მოდის თოლწმენდები კიდე 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. აქ ზვავი იყო ჩამოწოლილი. ზვავები. ამინდი თუ არ გაუარეს და გუდაურამდე დღეს გზა უნდა კონდეს 2 წელი. გუდაურსა და მლეთაში იმყოფებიან სპეციალისტები, როგორც ისინი აცხადებენ, სწორედ ამ მიმართულებით არის მოხსნილი ზვავსაშიშროება და სწორედ ამიტომ იწმინდება გუდაურის მიმართულებით გზა სპეციალური ტექნიკით. მას შემდეგ, რაც თავარი სამანქანო გზა გაიწმინდება, აქ უკვე დაიყრება სპეციალური მარილი და გაიხსნება ორმხრივი მიმართულება. როგორც პროგნოზირებენ, ეს უნდა მოხდეს დღის ბოლომდე, მაგრამ გზა იმ შემთხვევაში გაიხსნება და გაიწმინდება ბოლომდე, თუ კი ამას მეტეოროლოგიური პირობები შეუწყობს ხელს, იმ შემთხვევაში თუ გუდაურში თოვა არ გაგრძელდება, სავარაუდოდ გზის გახსნასთან დაკავშირებული პროგნოზების გამართლდება. ამ დროისათვის გუდაურის კობის მონაკვეთზე და სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზაზე კვლავ ნარჩუნდება ზვავსაშიშროება. ჯერჯერობით ვერ ხერხდება თვითონ უშუალოდ ზვავსაშიშროების ზონაში შეღწევა და ვიზუალური დათვალიერება. რაც შეეხება ფასანაური მლეთის მონაკვეთს და მლეთა გუდაურის მონაკვეთს, ჩვენი სპეციალისტები დილიდან იმყოფებიან ზვავსაშიშროების ზონაში. პირველ რიგში და პირველ ეტაპზე მოვახდინეთ ზვავსაშიშროების რისკის შეფასება ფასანაური მლეთის მონაკვეთზე, ხოლო შემდგომ და გავხსენით გზა. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მობილიზებულია სპეცტექნიკა. მიმდინარეობს გაწმენდის სამუშაოები. ალბათ დღის ბოლომდე მოხდება ამ მონაკვეთის გაწმენდა რა. დღის ბოლომდე და გუდაურის კობის მონაკვეთზე არის ისევ ზვავსაშიშროება შენარჩუნებული, არის დაკეტილი ამ ეტაპზე. გუდაურში თოვლის საფარის სიმაღლე 2 მეტრს გადააჭარბა. ჩვენ ახლა სოფელ მლეთაში ვიმყოფებით, სადაც თოვლის საფარის სიმაღლე დაახლოებით 1.5 მეტრია. ადგილობრივ მოსახლეობა საწუხებს ძირითადად უგზოობის და მედიკამენტების ნაკლებობის პრობლემა, თუმცა ასევე პრობლემები აწუხებთ ტურისტებსაც. პატრული და შესაბამისი სამსახურები მათ არ აძლევენ საშუალებას, რომ შევიდნენ გუდაურის მიმართულებით. ისინი გაჩერებულები არიან ფასანაურთან და უკვე რამდენიმე დღეა უშედეგოდ ელოდებიან გზის გახსნას. მადლობა ქეთი ბრაჭული იყო ქრონიკის ეთერში. თუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზვავი ჩამოწვა გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობა ისევ აკრძალულია. გადაუღებლად თოვს ლენტეხშიც გზები მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა. რაც შეეხება ნინოწმინდის ტერიტორიას, სადაც ათობით მანქანა ისევ თოვლშია დამალული, მაშველებმა მძღოლები და მგზავრები უსაფრთხო ადგილას გაიყვანეს. ბუნებამ ნინოწმინდელებს არასასიამოვნო სიურპრიზი ამ დილითაც მოუწყო. გუშინდელი ღამის შემდეგ ვითარება აქ რადიკალურად შეიცვალა. რეგიონში ამ დროისთვის ისევ ქარბუქია. ეს არის კადრები, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. გამოიყვანეთ ნათელი მანქანები დარჩა, მაგრამ ყველა ადამიანი ჩავშვით, მაშველებით დაგვეხვენენ და გამოიყვანეთ სამშვიდობოს. ნინოწმინდის და ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლობა მთელი ღამის განმავლობაში ვიმუშავეთ. 200-მდე მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე იმყოფება. ნაწილი რაიონში მცხოვრები პოლიციელების სახლებში, ნაწილი პოლიციის სამმართველოებში მოვათავსეთ.
ამ ოპერატიულ მასალაში კი კარგად ჩანს, როგორ გამოხავს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ჯგუფებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად ნინოწმინდაში ჩარჩენილი ავტომობილები. უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს მძღოლებით. საქართველოს სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ ავტომაგისტრალზე სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ამ დროისთვის ისევ თოვს ლენტეხშიც მეტეოროლოგიური მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად მაღალმთიან რეგიონში თოვლის მოსვლას მომზადებულები შეხვდნენ. გზების თოვლისგან გასაწმენდად მთელი ღამე ტექნიკა მუშაობდა. ამ დროისთვის რაიონში დენის მიწოდება თითქმის ყველა ოჯახისთვის აღდგენილია. გზები გახსნილია ყველა სოფლისკენ აბსოლუტურად. ამ დილას უკვე მიმოსვლა წირვალოცვა ჩატარდა ყველა ეკლესიებში, ხალხსაც მიმოსვლა შეეძლო. მაგრამ შუქიც აღდგა ყველგან, თითქმის ახლა ზემო უბნებშია დარჩენილი და დღეს იმასაც გააკეთებენ, მაგრამ ახლა დაიწყო კიდე ინტენსიური თოვა. გუშინდელმა ღამემ კი საქართველოს სალგეულ რაიონებში მშვიდად ჩაიარა. რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ უწყების წარმომადგენლებთან ერთად გუდაურში საკვები პროდუქტები შეიტანა. ამბობენ, რომ პროდუქტები არც ადგილობრივებს და არც დამსვენებლებს არ დააკლდებათ. დილის 7 საათზე მოხდა საკვები პროდუქტების 5 სატვირთო მანქანით მომარაგება. ველოდებით, როგორც აღნიშნე, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ შესაბამის ნებართვას, რომ დავიწყოთ ინტენსიური გაწმენდის სამუშაოები. წყალის საკვები და პირველადი მოხმარების ნივთები ჩაიტანეს მლეთაში ჩარჩენილებთან. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა საკვებით მათი მომარაგება მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებამდე გაგრძელდება. სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფები მობილიზებულია თითოეულობასთან გასამკლავებლად და მოქალაქეების დასახმარებლად. თურქი მძღოლი ვარ, აქ კი დიდთოვლიანობის გამო ჩავრჩი. გზები გადაკეტილია და როდის გაიხსნება არავინ იცის. მადლობას ვუხდი ქართულ პოლიციას დახმარებისა და საკვები პროდუქტებით მომარაგებისთვის. ყველას შობა ახალ წელს გილოცავთ. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მუშაობას განაგრძობს. უწყებაში ამბობენ, რომ გზების გასაწმენდად საქართველოს ყველა დათოვლილ რეგიონში სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული. საერთაშორისო და შიდა სახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ყველა მიმართულებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება გაწმენდითი სამუშაოები. შეეხება ძირითადად მაღალმთიან და საუღელტეხილო მონაკვეთებს. ზვავი ჩამოწვა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში. ზვავსაშიშროების გამო კვლავ შეზღუდულია მოძრაობა გზის რამდენიმე მონაკვეთზე.